მშობლების ყველაზე დიდი ილუზია, ოღონდ ჩემმა პატარა მჭამოს და პატარა იღიპულს დაედება, არა უშავს რო გაიზრდება გაულის. მამამისიც ეგრე არ იყო, კაცო. რეალურად კი შენი შვილი შეიძლება იყოს ნაკვები, იპუცა, ჭარბწონიანი სიმსუქნის მქონე კიც და მისი ორგანიზმი მაინც შიმშილობდეს. ამას ნუტრიოლოგიაში ფარულ შიმშილს უძახით, რომელიც სოფლიო სტატისტიკით 1 მილიარდზე მეტ ადამიანს აი ამ მდგომარეობაში უწევს ყოფნა. წარმოიდგინე შენი ორგანიზმის სჭირდება საწვავი, საკვები, მაშინ როცა ზეთი არის ვიტამინები და მინერალები და შენ შვილს შეიძლება ქონდეს საკმაოდ საწვავი, მაგრამ მისმა მანქანამ სწრაფად მოარულმა, მაინც ვერ მიაღწიოს დანიშნულების წერტილს, იმიტომ რომ ზეთი არ ჩაასხი ძრავში. ამიტომ მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიოლოგიის ერთ-ერთი მაგისტრი ჩვენ ქვეყანაში დღეს მოგიყვები 4 ყველაზე ხშირ, ფარულ და მნიშვნელოვან დეფიციტებს და იმ ზეთზე, რომელიც ძრავაში მუდმივად უნდა იხსნას ვიტამინებზე და მინერალებზე. გაიტყვი რომ არაფერი არ არის თავისით მოგვარებადი და სწორედ ეხლა არის დრო რომ შენი ბავშვის ჯანმრთელობაში ეს ფარული დეფიციტები გამოარკვიო და სწორი ნუტრიენტული სტრატეგიებით შეავსო. მოდი ჯერ დავიწყოთ იმით, რა სჭამს შენი პატარა და საკვები მისთვის ორ ჯგუფად იყოფა: მიკრო და მაკრონუტრიენტები. მიკრონუტრიენტები არის სწორედ ის საწვავი, ზეთი, რომელიც ენერგიას არ გვაძლევს, მაგრამ ბავშვის განვითარებაში გადამწყვეტი როლი უკავია მასში, როცა მაკრონუტრიენტები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები არიან ნუტრიენტები, საიდან შენი პატარა და მათ შორის შენც ენერგიას იღებს. აი ხა წარმოიდგინე სიტუაცია, როცა ბავშვის ავზი სავსეა იაფასიანი საწვავით. წარმოიდგინე ახალი მანქანა გამოიყვანე ცენტრიდან, რომელიც სწრაფად და შორს უნდა წავიდეს, როგორც შენი პატარა მოზარდი ბავშვია. და იაფასიანი დიზელით გაავსე საწვავი ავზი სავსეა შეიძლება გადმოდიოდეს ბენზინი, მაგრამ ნახო რომ შენმა მანქანამ დანიშნულების წერტილს ვერ მიაღწია. სწორედ ეს ხდება, როცა ბავშვი იყვება იაფასიანი ენერგიით, რომელიც ტკბილია, მას უყვარს ფუნთუშეული, ტკბილეული, რომელიც ცარიელი კალორიების წყაროა. ავზი სავსეა, ბავშვი დანაყრებულია, მაგრამ რეალურად მისი ორგანიზმი ფარულად შიმშილობს. აი ამ ფარულ შიმშილში დამნაშავე ძირითადად 4 ვიტამინი და მინერალი შეგვიძლია გამოვარკვიოთ, რომელიც შენი შვილის რაციონში ხშირად დეფიციტურია და პირველი დავიწყოთ რკინით. რკინა, რომელიც ბავშვის ორგანიზმში მთავარი ჟანგბადის გადამტანია და რა ცოცხლობს შენს ორგანიზმს? ჟანგბადი. ამიტომ რკინის ფუნქცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ის არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფარული დეფიციტი. სად მივდივართ რკინის დეფიციტით? სადა ანემიამდე. თუმცა იცოდე რომ ანემიას თავისი სასიგნალო შუქნიშანი აქვს. რაც აკეთებს მშობელი, მიდის და წელიწადში ერთხელ საზღვრავს სისხლის საერთო ანალიზს და ბავშვი ჰემოგლობინის დონე ნორმაშია. მშობელი მშვიდად არის. მაშინ როცა შენ რეალურად გაინტერესებს სამი მაჩვენებელი და მათი ერთდროულად ვარიაცია ჰემოგლობინი, რკინა და ფერიტინი. ჰემოგლობინი არის სწორედ ის, რასაც ჟანგბადის ტრანსპორტს ახორციელებს ორგანიზმში. წარმოიდგინე ეს არის მთავარი ხურდაფული, რომელსაც შენი ორგანიზმი მუდმივად ხარჯავს ჟანგბადის მიღების პროცესში. რკინა არის აი ამ ხურდაფულის აუცილებელი ელემენტი. მაგრამ როცა ხურდაფული ამოგელევა, რა ხდება? მიმართავ საცავს ბანკს, სადაც დამატებითი ფული გაქვს დამარაგებული, აი ეს არის სწორედ ორგანიზმისთვის ფერიტინი, როგორც რკინის სამარაგო სახე ორგანიზმში. როცა შენ მიხარ და ანალიზებს იკეთებ, ფერიტინი, რკინა და ჰემოგლობინი გაძლევს სამივე ერთად იმის ანალიზს, რა ხდება ბავშვის ორგანიზმში რკინის და ჟანგბადის მიმოსვლის ფარგლებში. თუმცა სამ ექიმამდე მიყვალ, შეუძლია მშობელმა დააკვირდეს საკუთარ შვილს და შუქნიშნის პრინციპით ამოიცნოს ანემიის ფარული და ადრეული ნიშნები. მწვანე შუქი არის როცა ყველაფერი რიგზეა. ჰემოგლობინი, რკინა, ფერიტინი ნორმაშია, ბავშვსაც ენერგიას ახამს და არანაირ დაღლას არ ამჩნევ. ყვითელი შუქნიშნის დროს ბავშვი შედარებით მარტივად იღლება, მუდმივი უენერგიობა აქვს. ენა არის გადასლიპინებული, რომელსაც გლოსიტი ქვია. ამასობაში მივდივართ და ანალიზებში შეიძლება რკინა და ჰემოგლობინი ჯერ ნორმაში იყოს, თუმცა ფერიტინი იყოს ნაკლები. ანუ ეს არის მდგომარეობა, როცა ბავშვის ორგანიზმი ჯერ კიდევ უმკლავდება რკინით ჟანგბადის ტრანსპორტს, მაგრამ მისი საცავი ნელ-ნელა იწურება. წითელი შუქნიშანი არის, როცა შენი ბავშვი მუდმივად უენერგიოა, ნებისმიერ პატარა მცირე დატვირთვაზეც ქოშინი ეწყება, ამ დროს მისი კანი ფემკრთალია, მივდივართ და ანალიზებში ვნახულობთ როგორც ხშირად ფერიტინის, ისე ჰემოგლობინის, ისე რკინის დეფიციტს. სწორედ ამიტომ ახლა კითხვა უნდა დავსვათ, როგორ გამოვასწოროთ რკინის დეფიციტი, ან პირიქით როგორ არ მივიდეთ რკინის დეფიციტამდე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის კვებითი ინტერვენცია. უნდა იცოდე, რომ ახალშობილი ბავშვი რკინით სავსე მარაგით იბადება. დედის რძე არ არის რკინის წყარო და ბავშვი 6 თვემდე რკინას დამატებით გარემოდან არ იღებს. აი 6 თვის ნიშნულზე ბავშვი უნდა გადავიდეს შერეულ დამატებით კვებაზე გარემოდან, ნაწილობრივ მყარსაკვებზე იმისთვის რომ რკინა შეივსოს. რა არის რკინის შესავსები ყველაზე კარგი წყარო? პირველი, ცხოველური ხორცპროდუქტები. თუმცა უნდა იცოდე, რომ რკინას მცენარეულ წყაროებშიც ვნახულობთ. ერთმანეთს რომ შევადაროთ ხორცი და შევადაროთ მცენარეული წყაროებიდან მწვანე ფართობოთლოვანი ბოსტნეული სპანახი და მისნაირები, პარკოსნები, ხილეულ-თესლეული, გოგრის თესლი რკინის კარგი წყაროა, ბურღულეული. ნახავთ იმას, რომ რკინის შეწოვა
რადიკალურად განსხვავდება ცხოველური წყაროებისგან, ვიდრე მცენარეული წყაროებისგან. მცენარეული წყაროებისგან რკინის მიღება საკმაოდ რთულია. თუმცა რა ვიცით ნუტრიციოლოგიაში რა ვქნათ, გავანებოთ ლობიოს თავი? არა. ვიცით რომ თუ რკინის შეწოვა ჩემი პრიორიტეტია, საქმეში შემოდის C ვიტამინი. C ვიტამინის კარგი წყაროებია ნებისმიერი. ციტრუსი, C ვიტამინის კარგი წყაროა პომიდორი, ბულგარული წიწაკა და აი ამ ორი პროდუქტის მცენარეული ცილის და მცენარეული რკინის პლუს C ვიტამინის კომბინაციით ვაუთხმაგებთ ხშირად მცენარეული რკინის შეწოვას ბავშვის ორგანიზმში. აი ეს არის სწორედ ის დაფარული სტრატეგიები და ნუტრიენტული ცოდნა, რომელიც რკინის დეფიციტამდე საერთოდ არ მიმიყვანს ბავშვის ჯანმრთელობისთვის. აი ესეთი ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია ბავშვის ნუტრიციოლოგიაში, რომელიც გადაწყვეტს მშობლის ცოდნა, რამდენად იქნება წინაპირობა ბავშვის ნორმალური და სწორი ზრდა განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ აი ეს 4 ყველაზე ფარული ხშირი დეფიციტებისთვის მინი კურსი მოგიმზადე, რომელსაც ვიდეოს ბოლოს გეტყვი როგორ შემოხვიდე, მაგრამ იცოდე რომ ბევრი ესეთი დაფარული წერტილი იმალება ნუტრიციოლოგიაში. სწორედ ამიტომ თუ რკინის დეფიციტი დადგა პრიორიტეტში, მივდივართ ექიმთან და რკინის დანამატს, ესე ხელაღებით მშობელი მეზობლის რჩევით არასდროს ნიშნავს. თუ საქმე რკინის დანამატზე მიდგა, უნდა იცოდე რომ სწორი კომბინაციები საკვებ დანამატების ინსტრუქციაში რკინის და C ვიტამინის გაერთიანებას თავისივე დანამატში ახდენენ. როცა გადმოვატრიალებ და დავინახავ შემადგენლობას რკინასთან ერთად C ვიტამინი მოხდება როგორც ამ ორთომოლის ჯუნიორ C+-ია, ეს არის ერთ-ერთი ჭკვიანური კომბინაცია ბავშვის ორგანიზმმა მიღებული რკინა ბოლომდე შეიწოვოს, რომლის გამეორებაც კვებითაც შემიძლია, თუმცა ღრმადებით გამოსწორება რკინის კუთხით ყოველთვის საკვები დანამატებით პრიორიტეტდება. მიდიხარ ექიმთან, სწორ საკვებ დანამატს არჩევ და ერთი რაღაც მინდა გთხოვო. როცა საკვებ დანამატებზე მიდგება საქმე, მეზობლის ბიცოლა, რომელიც რაღაც საკვები დანამატების კომპანიაში მუშაობს მარკეტინგ ქსელში და ჩემ შულს დავალევინე შენთვისაც კარგი იქნება, ესეთი ისტორიებით მოვა და ჯერ ხო ამ მულტივიტამინურ კომპლექსს დაგინიშნავს, სადაც რკინის გარდა ბევრი სხვა ვიტამინია ნორმალური ჩონჩხის ზრდა განვითარებისთვის ბავშვისთვის. მერე მეორე მულტივიტამინურ დანამატს გირჩევს, აღმოაჩენ რომ ორივეში კალციუმი და რკინა მაქვს ერთად და შეიძლება გადავაჭარბო საჭირო ოდენობის მიღებას. ამიტომ კარგი დანამატი არის ის, რომელიც ჭკვიანი კომბინაციებს ერთად ითვალისწინებს და კარგი მომხმარებელი და ჭკვიანი მშობელი არის ის, რომელიც ეტიკეტს აკვირდება და მიზნობრივად ირჩევს სწორი კომბინაციის დანამატებს. ეხლა, ბევრი შემთხვევა მქონია, როცა ბავშვთა ნუტრიციოლოგიაში დანამატებზე მიდის საქმე და სად ვიყიდოთ, ბავშვებს მოდაშია ამერიკიდან გამოწერა. ამერიკულ დანამატებს არაფერს ვერ ჭირთ, თუმცა ჩემი დანამატების კარდა რომ გამოვაღოთ, პატარა PSP-ს ფილიალი გეგონებათ და რომ შევიხედე ამერიკულ დანამატები ძალიან მიყვარს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ევროპული უფრო შემომეყიდება ხოლმე. როგორც ეს საკვებ დანამატებს თავის მარეგულირებელი ორგანოები ყავთ და ამერიკაზე მეტად მე პირადად ევროპულ დანამატებს ვენდობი. სწორედ ამიტომ გერმანული და მერე ფრანგული სტანდარტი მოწინავეა. ეხლა ამ ვიდეოს რო დავასრულებ, ამ დანამატებს დაუბრუნებ დეას ჩემს სტუდენტს, რომლის ბავშვიც დაახლოებით მეორე დღეა დარჩა კალციუმის და რკინის გარეშე ამ ვიდეოს გამო. გავაგზავნოთ. რკინასთან ერთად ეს არის ერთადერთი ვიტამინი, რომელსაც საბაჟოზე ბავშვის ნაწლავებში პრობლემა ექნება შეწოვისას. მეორე ვიტამინი და მინერალი უფრო სწორად, რომელიც აი ამ ფარულ დეფიციტებს შეიძლება მოხდეს, არის კალციუმი. აი როცა ეხა საქმე კალციუმზე მიდგება, პირველი გახსენდება რა? ძვლები და მისი ჯანმრთელობა და მართალი ხარ. 99% კალციუმის ბავშვის და შენს ორგანიზმში უკვე ძვლებშია, უკვე კბილებშია. მხოლოდ 1% ცირკულირებს სისხლის მოქცევაში და შენ მიდიხარ და ანალიზი კეთებ სწორედ იმ 1%-ზე. სისხლის ანალიზი შენი შვილისთვის კალციუმის დონის განსასაზღვრელი ყველაზე კარგი გზა არ არის. იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კალციუმის დონე დატოვოს ნორმაში, დაახლოებით 85-100 მგ დეცილიტრში. ეს რას მეუბნება? ეს მეუბნება იმას, რომ თუ კალციუმი მაკლია, სისხლში კალციუმის ნორმა მექნება, მაგრამ ძვლები და კბილები გახდება წყარო კალციუმისთვის, რომ სისხლში დააბალანსოს. სწორედ ამიტომ უნდა ვიცოდე რა გავაკეთო იმისთვის, რომ კალციუმი ჯერ მივიღო რაციონიდან და მერე თუ საქმე დეფიციტის გამოსწორებას მიდგება, რა დანამატები მეხმარება კალციუმის ადეკვატურ შეწოვაში. კალციუმს ნახულობ ისევ ცხოველურ სამყაროში, საერთოდ რძის პროდუქტებში ხაჭო გაგახსენდება ყველაზე კარგი ვარიანტი. მაწონი და სხვა რძის პროდუქტები, რის გამოც კალციუმი და რძის პროდუქტების მიღება ბავშვის ჯანმრთელობის და მისი ზრდა განვითარების პირდაპირ ასოციაციაა. რა უნდა იცოდე, ბავშვის ორგანიზმი 20 წლის ასაკში უკვე დასრულის აღწევს ძვლის პიკურ სიმკვრივეს. 30 წლის ასაკში აღწევს ძვლის პიკურ მასას. აი სწორედ მოზარდობისას დაწყებული კალციუმის დაგროვება არის 20 წლის და 30 წლის ასაკში ბავშვის ჯანმრთელი ზრდის და უკვე მიღწეული ნორმების წინაპირობა და ასაკის მატებასთან ერთად 50-ს რომ გადააბიჯებს უკვე შემდგომ მოხუცებულობაში ძვლის სიმკვრივის დამცველი. თუ ეს გოგონას ეხება, რომელიც შემდგომ გაიზრდება და მენოპაუზურ სიტუაციაში მოხვდება, მისი ორგანიზმი ესტროგენის ბალანსთან ერთად კალციუმს კიდევ უფრო აპრიორიტეტებს და მნიშვნელოვანია იცოდე, რომ შენი პრობლემები 50 წლის ასაკისას დაიწყო მოზარდობისას, ბავშვობისას და რა 3 დღის წინ სამ ანალიზს გაიგეთებდი. 100 გრამი ხაჭო
დღის დაახლოებით 10% კალციუმს მოგცემს, დაახლოებით 100 მგ კალციუმია მასში. მაშინ როცა კალციუმს ნახულობ მცენარეულ სამყაროში და გაგეცინება და 100 გრამი ხაჭო და 100 გრამი ისპანახი, ზუსტად ერთი და იგივე ოდენობით კალციუმს შეიცავენ. პრობლემა სად არის? კალციუმის 5% შეიწოვება ისპანახიდან, მაშინ როცა ძირითადად 30-35% შეიწოვება ცხოველური წყაროებიდან. აი ეს არის მეორე ხაფანგი, სადაც მცენარეული სამყაროში ნაპოვნი, როგორც რკინა, ისევე კალციუმი, ჩემთვის დაბალი შეღწევადობით ხასიათდება. რას ვაკეთებ და ვიღებ ძის პროდუქტებს, როგორც კალციუმის ყველაზე კარგ წყაროს ბიოლოგიური შეწოვისთვის და კალციუმის დეფიციტი თუ მაქვს, ვიწყებ უკვე კალციუმის დანამატის მიღებას ექიმთან კომბინაციის შემდგომ, ოღონდ ჭკვიანური კომბინაციით. კალციუმის დამხმარე ისეთი ვიტამინი, რომელიც ასევე დეფიციტური შეიძლება იყოს შენ ბავშვში, არის D ვიტამინი. კალციუმის შეწოვა D ვიტამინთან ერთად ორმაგდება. მისი აქტიური ტრანსპორტი, წარმოიდგინეთ, D ვიტამინი არის უჯრედის გამღები კარი ნაწლავებში, რომ კალციუმი რაღაცა აი ესე შეისრუტოს, როცა კალციუმის მიღება ძალიან დაბალია საკვები რაციონიდან. სწორედ ამიტომ შენი კალციუმი, რომელიც აგურია, მას სჭირდება თავის ტრანსპორტიორი, რომელიც D ვიტამინია. ამასობაში მას სჭირდება თავისი მშენებელი, რომელიც ამ კალციუმს ჩააცემენტებს ძვლებში, რომელიც K ვიტამინია. K ვიტამინი როგორც წესი დაბადებიდანვე ბავშვი ერთი დოზა უკეთდება, მაგის შემდგომ K ვიტამინის ადეკვატური კვები და საჭმელობელი სისტემით K ვიტამინის ბავშვის ორგანიზმზე და შენი ორგანიზმის ნაწლავების მიერ მიკროფლორით წარმოქმნის. თუმცა დიდი ოდენობა კალციუმს სჭირდება D ვიტამინი, ასევე სჭირდება K ვიტამინი ხანგამოშვებით ექიმთა კონსულტაციისას და დანამატში შეიძლება სწორედ ეს კომბინაცია. კალციუმი პლუს D ვიტამინი. როგორც მაგალითად კალციოვინში გვაქვს აქ დოპელჰერცის, კიდე გერმანიაში გადავფრინდით, 150 მგ კალციუმთან ერთად და D ვიტამინთან ერთად მაქვს მაგნიუმი, რომელიც ცალკე D ვიტამინის დამხმარეა. აი ესეთი ჭკვიანური კომბინაციები მიყვარს დანამატში. ან ვიღებ დანამატს, რომელიც არის ერთი კონკრეტული დანამატი, კალციუმი და მასში დიდი დოზებია, ან ვიღებ ისეთ ჭკვიანურ კომბინაციებს, რომელიც დამცველობითი ფარია, ბადია, ჩემი ბავშვისთვის, ვინც შეიძლება ჭირვეული მჭამელია, ვისაც რძის პროდუქტები არ უყვარს, ვისაც ხილი და ბოსტნეული არ უყვარს C ვიტამინის და რკინის შეწოვის გამო. ანუ ეძებ ესეთ ჭკვიანური კომბინაციები, ან ცალ-ცალკე იყიდე კალციუმის ოდენობა და მაგას არ დაგაუწყდეს რომ მიაყოლო D ვიტამინი. D ვიტამინი არის კიდევ ერთხელ ის რაღაც, რაც უჯრედის კარს აღებს კალციუმში, რომ ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვა 1-2-რად გაიზარდოს. ამიტომ თუ კალციუმის პრობლემა გვაქვს, ჯერ ვიზრუნოთ კვებით გამოსწორებაზე, სწორი კომბინაციები ავიღოთ და თუ საქმე დანამატს მიდგება, კალციუმი და D ვიტამინი ერთმანეთის განუყრელი მეგობრები უნდა იყვნენ. ეხლა გადავიდეთ ბავშვის ტვინისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მინერალზე, რომელიც ფარულ შიმშილში აქტიურად მონაწილეობს. ეს არის იოდი. და იოდის მისაღები ყველაზე კარგი გზა არის ლუკა, გაჩინე მარილი. იოდიზირებული მარილი, გეგონდა ისო დანამატს გამოვიდანდი? მეგობრებო, დანამატები ადეკვატური დეფიციტის შევსების ყველაზე კარგი წყაროა თუ სწორს მიაგენი და გაგიმართლა. ან ჩემი კურსზე გადმოხვედი და სწორი ინფორმაცია წაიკითხე. მაგრამ არსებობს ისეთი საკვები, რომელიც პირიქით დამცველობითი ფაქტორია და სულ რაღაც ურილარი უჯდება შენ ოჯახს ბავშვის ტვინის იოდით მომარაგება. იოდიზირებული მარილი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ბევრი პედიატრიული ორგანიზაციის მიერ ნარჩევი ისეთი მარილი, რომელსაც თუ ბავშვი ჭამს, აუცილებლად იოდიზირებულს უნდა იღებდეს. იოდის დეფიციტი ჩვენ რეგიონში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, ასე რომ იცოდე რომ 1 წლის შემდგომ ყველანაირი მარილი, რომელიც შენ ბავშვის რაციონში მოხდება, უმჯობესია იყოს იოდიზირებული. 1 წლის შემდგომ თქო. ეხა გაუგზავნე ეს მშობელო შენ მშობელს, ბებიას, რომელსაც ეცოდება პატარა ბავშვი და გემოვნებისთვის 1 წლამდე პატარა ბავშვი ცოტა შაქარს და მარილს უყრის, არ ქნას. 1 წლის შემდგომ დამატებული შაქრები თუ საჭიროა და მარილი. მხოლოდ იოდიზირებული, რომელიც ტვინისთვის არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორი სიგნალის მიღების. წარმოიდგინე, შენი ტვინი არის მიმღები Wi-Fi-ის როუტერი და იოდი არის მთავარი სიგნალი, რომელიც ფარისებ ბჟირკვალს და ტვინს ერთმანეთთან აკავშირებს. იოდის ადეკვატური ოდენობა შენი ბავშვის რაციონში პირდაპირ კორელაციაშია მისი ტვინის ეფექტურ ზრდასთან და ამასობაში მაღალ IQ-სთან და ჰიტა გილოსავ შენი მშობლები ალბათ მხოლოდ იოდიზირებულ მარილს გაჩვენებენ, აბა 160-მდე რამე გახსევინა. მადლობა. აი ხა თუ ესე აცხიკინებს შენი ბავშვი და შენს პირველი C ვიტამინი გახსენდება, იცოდე რომ იმუნური სისტემისთვის, რომელიც კიდევ ერთი დაფარული შიმშილის წყაროა შენი ბავშვის ორგანიზმისთვის და მე ჭირიანი ვით რო ცივდება, ჩემზე ჭირიანი ბავშვი არ მინახავს. ნახევარი მე მგონი ბავშვების საავადმყოფოში მაკატარებული, იცოდე რომ C ვიტამინი მხოლოდ დამხმარეა. აი ხა წარმოიდგინე აბსურდული სიტუაცია. C ვიტამინი არის ნამდვილად ერთ-ერთი იარაღი, რომელსაც შენი ორგანიზმი ხმარობს გარე აგენტებთან ბრძოლაში, ანუ შენ იმუნურ სისტემაში. მაგრამ ჯარისკაცები არ ჭირდება ამ იარაღებს გამოყენებას, რომელიც ჯარისკაცები ჩვენთვის არის
თუთია. კალციუმთან ერთად რომელიც ეხმარებოდა აი ამ ძვლის შენების პროცესებს, ეს დანამატი გაძლევს თუთიასაც და C ვიტამინსაც. წარმოიდგინოთ მარტო C ვიტამინზე როცა ვარ დამოკიდებული, ეს იგივეა რომ კარგი, უახლესი იარაღი დავაჭერინო გამოუცდელ ჯარისკაცს. აი ამ ჯარისკაცების წარმოებისთვის შენ გჭირდება ორი რაღაც. ერთი, ცილის ადეკვატური ბალანსი და მეორე, თუთია, როგორც წამყვანი მინერალი იმუნური სისტემის დაცვაში. C ვიტამინი მათი დამხმარე იარაღია. მაგრამ ეხლა სად ვიღებ ამ თუთიას? თუთიას ვიღებ ცხოველური წყაროებიდან. ასევე ვიღებ მცენარეული წყაროებიდან, მაგრამ აქაც მცენარეულ წყაროებში ყოველთვის ყავს ხელი შეშლილობებს, შემიშლება თუ კალციუმის ნაწილში ისპანახი და ხელს ოქსალატები მიშლიდა, ამ შემთხვევაში თუთიის ნაწილში, რომელსაც ლობიოში დიდი ოდენობით ვიპოვი, ხელს მიშლიან ფიტატები. რა გქნა, გადავაგდო ლობიო? არა, მცენარეული ჩართულობა შენი შვილის მრავალფეროვანი კვების საფუძველია. რა გააკეთე? ჩაალბე ეს ლობიო 18-24 საათის განმავლობაში, სადაც წყალი ამ ჩემ პიტიიმჟავას შედარებით გამორეცხავს და ლობიო აღარ იქნება მხოლოდ შემბერავი წყარო ბავშვისთვის, არამედ თუთიის წყარო. სხვა შემთხვევაში მოუხარშავი ლობიო ჭამენ ბარემ და მერე იარეთ. მთელმა ოჯახმა აირწინაღებით გაზების გაბო. აი ეს არის მეგობრებო, ოღონდის ზღვაში წვეთი, რომელიც გათვალისწინებას მშობელს უწევს ნუტრიციოლოგიურად ბავშვი ფარული დეფიციტების გამოსავლენად. რა უნდა გააკეთოს მშობელმა? დააკვირდეს ბავშვის განვითარება, სწორედ ამიტომ ვიძახით, რომ ბავშვთა ნუტრიციოლოგიაში განვითარება, ზრდა, სიმაღლე და წონის ადეკვატური მატება არის ბავშვის ჯანმრთელობის წარკე. სწორედ ამიტომ თუ გინდა რომ ამ ყველა ფარულ დეფიციტზე, მის საყოფწყაროებზე, რჩეულ დანამატებზე, რომელსაც დღევანდელ რეალობაში იპოვი, ნახო დეტალური ინფორმაცია, როგორ დაიცვა, ან გამოუსწო როგორ არსებობს კვების დეფიციტები ყველაზე ხშირი ფარული დეფიციტები შენ შულს, ამისთვის ეს QR კოდი დაასკანერე. ან ნახე ლინკი აღწერაში. გადმოხვალ, მინი კურსი დაგხვდება, შეავსებ ფორმას, დაიკავშირდები და ჩამოგიყვან ჩვენ სივრცეში, სადაც აი ამ თემასთან და სხვა ბევრ თემასთან დაკავშირებით, რომელიც შენ და შენი შვილის ჯანმრთელობას აუცილებლად ერთი ნაბიჯით მინიმუმ წინ წაწევს, დაგხვდება ინფორმაცია.